90-იანი წლების შემდეგ საქართველოში დაიწყო პირველადი პრივატიზაციის პროექტი, რომლის დროსაც ადამიანებს დიდი ნაწილი ნაკვეთების, რომელიც იმყოფებოდა სახელმწიფო საკუთრებაში, ეს ტერიტორიები გადაცეს პირად კერძო საკუთრებაში. მაგრამ ისევე როგორც ყველგან, ამ ნაწილშიც უამრავი პრობლემაა და ადამიანებს უჭირთ ერთი ნაკვეთის მიგნება და ვინც აგნებს, ზოგს საბუთი არ აქვს და შემდეგ მტკიცება უჭირს, რომ ეს ნაკვეთი ნამდვილად მისი იყო და არა სხვა პირის. აი ხა ვიმყოფებით კოპიტნარის ტერიტორიაზე, ეს არის ფარცხანაყანები, აეროპორტთან არ მისული ზონა ქუთაისში. და აი გაჩვენებთ ხა რამხელა ტერიტორიაზეა საუბარი, რამოდენიმე 10 ჰექტარზე მარტო ამ მონაკვეთში. იდეალური ტერიტორია, რომელიც ნაკვლევი, ნაფიქრი იყო და გაკეთებული იყო ინფრასტრუქტურულად იდეალურად. ქარსაცავი ზოლები, წყალგაყვანილობა, დაშორება გზასთან. მოკლედ, ყველაფერი იყო მზად საიმისოდ, რომ ადამიანებს ესარგებლად საკუთარი კერძო ნაკვეთებით და სარგებლობდნენ კიდევაც, მაგრამ დღეს, როდესაც ეს სურვილი, ასე ვთქვათ, აქვს ამ ადამიანს ან მის მემკვიდრეს, უკვე ძალიან ჭირს ამ ყველაფრის კერძო საკუთრებად გადაქცევა და დაბრუნება. და ამ ყველაფერს ართულებს ის, რომ წლის ბოლოს არსებული რეგულაციების მიხედვით ყველა ქონება, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, საბოლოო ჯამში ხდება სახელმწიფო საკუთრება. და ეს ტკბილი ზღაპარი, რომ ოდესღაც ვიღაცას სადღაც რაღაც ქონდა, აი ასე დამთავრდება და საბოლოო ჯამში ყველა ქონება, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, გახდება სახელმწიფო საკუთრება. მაგრამ გამოსავალი აშიც მდგომარეობის არის, რომ ის ხალხი, ვისაც საბუთი არ აქვს, ან აქვთ, მაგრამ ვერ აგნებენ საკუთარ ნაკვეთს, შეუძლიათ მოთხოვნები დააყენონ გაერთიანებულად, როგორც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მყოფი პირების მოთხოვნები, ეს ასე განიხილება, მოთხოვნები დააყენეთ გაერთიანებულად, მოითხოვეთ ტერიტორიების გაერთიანებულად საკუთრებაში გადმოცემა და მისი განკერძოება და შემდეგ უკვე პროცესში, როცა გადარჩება ეს ქონება და ამას ასე ვთქვათ აარიდებთ საფრთხეს, რომელიც ყველაზე მეტად უდგას დღეს სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის, შემდეგ შეგიძლიათ ეს ტერიტორიები დაიყოთ და ასე გადაინაწილოთ ეხლა უკვე თავიდან, ვისაც არ ახსოვს ზუსტი მდებარეობა. და ეს პრინციპი პრივატიზაციის იყო არა მარტო ქუთაისის მოსახლეობაზე, მთელ საქართველოში ჯამში 300,000 ნაკვეთამდეა გაცემული და ალბათ 10-15% იქნება მათი მხოლოდ რეგისტრირებული. კონკრეტულად ამ უბანზე ფარცხანაყანების ან კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც დიდი ნაწილის მოძიება და იდენტიფიცირება ჯერ კიდევ შესაძლებელია. უბრალოდ არ გაქვთ სამწუხაროდ დროითი ფუფუნება, ამიტომ ეს რისკი უნდა გადააზღვიოთ და შემდეგ ყველა მესაკუთრე მოიპოვებს და დაიბრუნებს თავის კუთვნილ ნაკვეთს. და მოგეხმარებით, ვინც ხართ საბუთიანები, ვინც უსაბუთო, ან ვისაც უბრალოდ გახსოვთ, რომ გქონდათ, ყველას გაქვთ შანსი თუ თქვენ მოთხოვნებს დროულად დააფიქსირებთ მარეგისტრირებლის წინაშე.